აფხაზეთის ტერიტორიაზე მოღვაწე მღვდელმსახურების შესაძლოა დროებით კონსტანტინოპოლის ეკლესიას დაემორჩილონ. სწორედ ეს იქნება დანხილვის ძირითადი საკითხი შეხვედრაზე, რომელიც მსოფლიო პატრიარქის ბართოლომეოს პირველისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის 17 და 18 სექტემბერს სტამბოლში გაიმართება. საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების განმარტებით ქართული მხარე შესაძლოა რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან ერთის მხრივ ქართული სამღვდელოება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწეობას ვერ ახერხებს. აფხაზეთში მოღვაწე სამღვდელოება კი უკვე ღიად გამოხატავს თავის სიმპათიას საეკლესიო იერარქიაში პირველი ბერძნული ეკლესიის მიმართ. ეკლესიათა შორის ურთიერთობებში ექსპერტების განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ეს შეიძლება ქართული მხარისთვის ხელსაყრელიც იყოს, რადგან ამით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის სამღვდელოების გავლენა შემცირდება. საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები არ გამორიცხავენ იმის შესაძლებლობას, რომ შეხვედრაზე მსოფლიო პატრიარქმა შესაძლოა აფხაზეთის ტერიტორიაზე დროებით კონსტანტინოპოლის ეკლესიის მსახურების დაშვება მოითხოვოს. კონსტანტინოპოლის ეკლესია, როგორც დედა ეკლესია, თავს ვალდებულად თვლის, რომ მიიღოს მათი თხოვნა და შესაბამისად ქართულ მხარესთან განიხილოს ეს საკითხი. დამოუკიდებელი ერთეული შექმნა ქართული მხარესთან, რა თქმა უნდა, იქნება მიუღებელი. მაგრამ შეიძლება სხვა ალტერნატიული გზები დაისახოს, რაც იქ მცხოვრები მოსახლეობის, როგორც ხშირად ეკლესიაში ვიყენებთ ხოლმე ტერმინს, დაპურებისათვის გამოდგეს. კონსტანტინოპოლის ეკლესიაში შეხვედრის გამართვამდე თავისი პოზიცია აფხაზეთის დევნილმა მოსახლეობამ მსოფლიო და საქართველოს პატრიარქების სახელზე გაგზავნილ მიმართვაში დააფიქსირა. ჩვენთვის ცნობილია, რომ 17 და 18 სექტემბერს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში გაიმართება შეხვედრა აფხაზეთის ეპარქიის საკითხთან დაკავშირებით. ზოგიერთი აფხაზის სასულიერო პირი სხვადასხვა ეკლესიის წინაშე აყენებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფის საკითხს. რატომ არ ამინი თვალისწინებს ჩვენს როგორც აფხაზეთის მართლმადიდებელი ქრისტიანების აზრსა და სურვილს ვიყოთ ხუმ აფხაზეთის ეპარქიაში და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წიაღში. აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ მიტროპოლიასთან დაკავშირებული საკითხის განსახილველად მსოფლიო პატრიარქის ბართოლომეოს პირველის ინიციატივით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრა აგვისტოში ტრაბზონშიც უნდა გამართულიყო. თუმცა მაშინ ვიზიტის გაუქმების მიზეზი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. რაც შეეხება აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ მიტროპოლიას, მისი წინამძღვარი დოროთეოს დბარი არქიმანდრიტის ხარისხში სწორედ კონსტანტინოპოლის ეკლესიის მღვდელმსახურების მიერ იქნა ხელდასმული. დბარის განცხადებით, აფხაზეთის ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან კავშირი. Архиепископ, подчиняющийся Константинополю. მერვე საუკუნეში აფხაზეთის პატრიარქი იოანე ანტიოქიაში იყო ხელდასმული. ბიჭუნთაში კი დამოუკიდებელი არქიეპისკოპოსი კონსტანტინოპოლს ემორჩილებოდა. აფხაზეთის მეფეებს მიმოწერა მე-10 საუკუნეში კონსტანტინოპოლის პატრიარქ ნიკოლაოს მისტიკოსთანაც ჰქონდა. დღეს აფხაზეთს ეპისკოპოსი არ ყავს, რის გამოც მღვდელმსახურების ხელდასმა არ ხდება. შედეგად კი მრევლის სულიერ შიმშილს განიცდის. რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში? თეოლოგი ლევან აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიამ ქართულს აფხაზეთში დროებით შესვლა მოსთხოვოს. მისი თქმით, ეს საქართველოს საპატრიარქოსთვის მისაღები უნდა იყოს, რადგან ამით აფხაზეთში რუსეთის სამღვდელოების გავლენა შემცირდება. ყველა აღიარებს, რომ აფხაზეთის ეკლესია არის საქართველოს ეკლესიის ნაწილი, მაგრამ რეალურად საქართველოს ეკლესია იქ ვერ აგზავნის ვერც მღვდელს და ვერც დიაკონს. საქართველოს ეკლესიის ინტერესებშია, რომ იქ სწორედ საბერძნეთი შევიდეს, ანუ მსოფლიო საპატრიარქო შევიდეს დროებით, ამას დაერქმევა, რომ დროებით არის, სანამ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ვინაიდან ეს დააბალანსებს იმ რუსეთის დაწოლას, რომელიც არის. დათანხმდება თუ არა საქართველოს საპატრიარქო აფხაზეთთან მიმართებაში კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდი გამოიტანს.